გამარჯობა, მე ვარ რუსა, ეს არის სივრცე თვითფლობა, რომლის მთავარი მიმართულება არის ადამიანი, რომელიც ქმნის ღირებულებას საკუთარ თავში, პროფესიასა და ბიზნესში. დღეს ჩემი სტუმარია ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Solutioneris დამფუძნებელი ნანა აბურჯანიძე. ნანა, გამარჯობა, მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ და ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე. პირიქით, მადლობა შენ მოწვევისთვის, ძალიან მიხარია დღეს აკროფნა. და იმედია საინტერესო საუბარი შედგება. ვთქვათ წინასწარ რა თემებსაც მიმოვიხილავთ ჩვენი საუბრის განმავლობაში. პირველი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ვისაუბრებთ, არის სტერეოტიპების მსხვერპლობა ბიზნესში. ასევე შევეხებით ბალანსის თემას, ბალანსი და ღირებულება ბიზნესში. ვისაუბრებთ ბიზნეს ლიდერის პორტრეტზე, წარუმატებლობის შიში, უარების მართვა და ზრდის ეტაპების გადალახვა. დავიწყოთ და ნელ-ნელა მოვიცვათ ყველა ეს თემა. სიამოვნებით. სტერეოტიპებით უნდა დავიწყოთ, ხო? კი ბატონო. მე ყველა პლატფორმას და ყველა შესაძლებლობას, ტრენინგი იქნება ეს პოდკასტი, ღია მსჯელობა თუ საჯარო გამოსვლები, ყველა ამ შესაძლებლობას ვიყენებ ხოლმე, რომ დავამსხვრიო ნეგატიური სტერეოტიპები და დამკვიდრებული ზოგადად ბიზნესში, მათ შორის გაყიდვებში, მარკეტინგში, კომერციალიზაციაში, მოკლედ აი ამ თემებთან მიმართებაში, მაგალითად, თუ კი 20-30 წლის წინ ითვლებოდა, რომ რაც უფრო კარგად გააბიტურებდი კლიენტს, ან მოატყუებდი, ეს იყო ძალიან კარგი, დღეს აბსოლუტურად პირიქით არის და ყველა ბიზნეს გურუ გეუბნება, რომ უნდა იყოს ძალიან ნამდვილი, ძალიან კეთილსინდისიერი მართალი და ამ შენი სიმართლით უნდა დაამყარო კომუნიკაცია შენს მომხმარებლებთან და ამ გზით უნდა გაყიდო შენი პროდუქტი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ გააბიტურო და მოატყუო. თუმცა ისევ და ისევ ეს სტერეოტიპები თითქოს რომ იმისთვის რომ პროდუქტი რეალიზდეს და იყოს მოთხოვნადი, ამისთვის უჭირდება ისეთი ადამიანების გაიძვერობა ან რაღაცნაირი სხვა უნარები, რაც ამ პროდუქტს გახდის მოთხოვნაც. და მე ვიზახი რომ არანაირი გაიძვერობა ან რაღაც არაკეთილსინდისიერება ამ საქმეს არ ჭირდებათ. მოკლედ, ბიზნესი დღეს როგორც არასდროს უნდა იყოს ნამდვილი, მართალი, კეთილსინდისიერი და ის რასაც პირდება თავის მომხმარებელს, ეს უნდა იყოს სიმართლე და არც შემთხვევაში არ აპატიებს დღევანდელი მომხმარებელი ბიზნეს ტუტყულს. აი, შეუძლებელია. ამიტომაც არის რომ დღეს თან კონკურენცია არის ძალიან გაზრდილი. ბაზარი არის ძალიან გაჯერებული, როგორც გლობალურად, ისე ლოკალურად. დღეს ჩვენ ხო ბიზნესი მარტო ქართულ რეალობაში არ ოპერირებს. დღეს ჩვენ ხო გლობალური ბაზრის ნაწილი ვართ და კონკურენციაში ვართ. ეხლა ნებისმიერ ბიზნესი, მაგალითად, აი რაღაც იმპორტიორი, რომელიც რაღაცან თუნდაც აწარმოებელი, რომელიც აწარმოებს მაგალითად რაღაცნაირ ნივთებს, აი ქოთნებს, ან რა ვიცი, ძივებს, ხო? დღეს შეიძლება იგივე ჩინური რომელიმე პლატფორმიდან გამოიწერო და რაღაც კონკურენცია გაგიწიოს, ხო? ანუ შენ დღეს აქ აწარმოებ თუ ჩინეთიდან ჩამოვიდან, მოკლედ გლობალური ბიზნესის ნაწილი ხარ და ამ ყველაფერში ეს გამჭვირვალობა და სიმართლის მიმართ მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა რა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კონკურენციაში გლობალურ ბრენდებთან რა და მოკლედ ის სტერეოტიპები რაც აქამდე იყო რომ გჭირდებოდა კლიენტისთვის თავი მოგებეზრებინა, მოგეტყუებინა, რაღაცნაირად შეგეფუთა, აი სიტყვა შეფუთვაც ხო როგორ იყო ადრე მარკეტინგში, როგორ გამოიყენებოდა რომ რაღაცა არ იყო მთლად ისეთი, მაგრამ შენ თუ კარგად შეფუთავდი, იმაზე უკეთესად წარადგენდი, ვიდრე შესაძლებელი ეს პროდუქტი იყო. დღეს არ არის. დღეს შეფუთვა ნიშნავს რომ რაც არის და რაც კარგია, ასეთივე კარგად უნდა წარადგინო და არა ის რომ ნაკლოვანება თუ აქვს ის დამალო. მოკლედ ძალიან შეიცვალა. ეს კულტურულ დონეზე შეიცვალა, ნანა, თუ მომხმარებლებს აქვთ მეტი ინფორმაცია, ცოდნა და ვერ ტყუვდებიან. ყველაფერი ერთად. ნახე, მომხმარებელიც გაიზარდა. ბაზარიც გაჭნა კონკურენციის გაზრდას რას გულისხმობ, რომ ადრე ადრინდელ სახელმძღვანელოებში, რომელიც უმეტესად ეკონომიკის მაგალითად სახელმძღვანელოები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე გამოიცა, ბევრი სახელმძღვანელო, რითაც ბიზნეს სკოლები ოპერირებენ, ხელმძღვანელობენ, სწავლობენ ახალგაზრდებს, ხო მეც მათ შორის მაგალითად მაგისტრატურას ბიზნესს რო სწავლობდი, ამ საგნებს სწავლობდი იმ სახელმძღვანელოებით, რომლებიც შეიქმნა პოსტ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და ყველა გეუბნებოდა ეს სახელმძღვანელოებში გაჯერებული იყო, რომ თუ შენ კარგად აწარმოებდი, კარგი პროდუქტი ქონდა, იცოდი როგორ მიგეწოდებინა და სწორფას დაადებდი, აუცილებლად გაიყიდებოდა. დღეს ყველა სახელმძღვანელო გეუბნება, რომ ჯერ უნდა გაარკვიოს სად არის მოთხოვნა, იმიტომ რომ იმდენად გადააჭარბა მიწოდება მოთხოვნას
განსხვავებით ადრეული პერიოდიდან, რომ დღეს უნდა გაარკვიო მოთხოვნა იქნება თუ არა შენს პროდუქტზე. ძალიან შეიცვალა რა. კონკურენცია არის ძალიან მაღალი. კონკურენცია არის ძალიან მაღალი. იგივე აი 50 წლიან ჭრილში რო შეხედა, აი 50 წლის წინ რაც არ უნდა გეწარმოებინა იგივე ამერიკაში, ან რა ვიცი, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ყველაფერი იყიდებოდა თუ კი სწორად მიაწვდიდი მომხმარებელს და დღეს აბსოლუტურად ისეთი ბიზნესები ქრება და ისეთი ინდუსტრიები იხურება, ზუსტად იმიტომ, რომ კონკურენცია არ დააფასეს სათანადოდ, ან ის, რომ ამ გაჯერებულ მიწოდებას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, ან ის, რომ არ აღიარეს, რომ ეს მიწოდება შეიძლება იყოს დღეს გამოწვევა რა და ამიტომ ამ ყველაფრის ფონზე, რომ მიწოდება არის ძალიან გაჯერებული, ის, რომ მომხმარებელი გაიზარდა, ის, რომ სამომხმარებლო ქცევაც შეცვლილია. ძალიან არის შეცვლილი სამომხმარებლო ქცევა. დღეს ჩვენ თავსაც დავაკვირდეთ, ხო, ჩვენ როგორც მომხმარებელი, აი ჩვენ თვითონაც, ხო, ან ჩვენი თაობის ან ჩვენი ზოუფროსი თაობის ის რა პროდუქტებსაც მოვიხმარდით, თუნდაც ან რა ქცევაც გქონდა 20 და 30 წლის წინ, რადიკალურად არის გაცვლილი და ძალიან გაზრდილია, ხო, შესაბამისად, მოკლედ როგორც ჩვენი მოთხოვნები გაიზარდა, ისე გაიზარდა ჩვენი პრეტენზიებიც, ჩვენი სურვილები, ჩვენი სურვილი გემოვნებაც სხვანაირია უკვე. გემოვნება თავის საცხოვრებელში ქართველი მომხმარებელი ამით მართლა ძალიან გემოვნებიანია, ძალიან. კი და ეხლა მე მაგალითად ჩვენი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში ამერიკულ კომპანიებს უკეთებთ რებრენდინგს და კომერციულ სტრატეგიებს და აი იმხელა სხვაობაა ხარისხში, ჩვენ იმდენად ხარისხიან სერვისებს თავაზობთ ეხლა, რომ აი ძალიან მახარებს ეგ ამბავი, იმიტომ რომ აქედანაც კი ამ პატარა ქვეყნიდან იქ ძალიან კვალიფიციურ და ხარისხიან სერვისს თავაზობთ. სხვათა შორის ნანა ბიზნეს კონსულტირებას სახდეთ შენი კომპანია. სხვა მიმართულებებთანაც რომ ქონია საუბარი დამფუძნებლებთან, თუნდაც კრეატიული სააგენტო ან ტექნოლოგიური მიმართულების საქმიანობები, ყველა ამბობს ერთსა და იმავეს, რაც თქვი შენ, რომ ბევრად განსხვავებულია ჩვენი ხელწერა. კი, ბევრად. აი, როგორი რაღაც არის იცი, ჯერეთი აი ამერიკის ბაზარი ავიღოთ. ეხლა რადგან მე ამერიკაში რაღაც პერიოდებში ცხოვრობდი, სწავლობდი და მოკლედ ბევრი განათლების სხვადასხვა ეტაპზე მოკლედ ამერიკის განათლების სისტემასთან და ბიზნესთან შემხებულობა მქონდა, შემიძლია გითხრა, რომ გარდა იმისა, რომ შესაძლებლობების ქვეყანა არის და ძალიან ბევრი ბიზნესში თუ რამე გინდა ყველაფერს განვითარებას შეძლებ და მართლა ისეთი ქვეყანაა, რომელიც წინსვლის საშუალებას გაძლევს, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა თუ ყველაზე არა, სერვისები არის ძალიან ძლიერი. ანუ ხარისხიანი ის ხარისხი, რასაც ეხა ჩვენ თავაზობთ, თუნდაც იმ ჩვენს დამკვეთებს დარწმუნებული ვარ, რომ აი მინიმუმ 5 მაგი იქნებოდა იგივე ხარისხის მიღება ჯერ და გემოვნებას რო თავი დავანებოთ რა და პლუს ფინანსურადაც ძალიან ის არის. ამიტომ ჩვენ მოგწონს ჩვენი ამ გამოცდილებების და პროფესიონალიზმის გამოყენება სხვა ქვეყნის ბაზრებზე ეს ისეთი განსაკუთრებული ის არის, რომ ხედავ ამ კონტრასტს რა და ხედავ, რომ ეს შენი კონტრიბუცია ამ პატარა ქვეყნიდან, მაგრამ გემოვნებიანი და განვითარებული უნარებით, როგორ შეგიძლია იქ იყო ძალიან გამორჩეული. კი, აი ესეთი ხარისხის მომსახურებას ვდებთ ახლა, რომ მე ძალიან მიამაყება ძალიან. და ხანდახან არის ხოლმე, რომ ჩვენი ქვეყნის მასშტაბი ან ბიზნესის მოცულობა არ გაძლევს კიდე საშუალებას, რომ ისეთი რაღაცები აკეთო, რასაც თქვა გაძლევს თუნდაც იგივე ამერიკის ბაზარიდან. მოკლედ ძალიან კარგი, ახლა ცოტა კი, კარგია ესეთი გადახვევა. თან გადახვევაც არ არის. ვთქვით მიზეზებიც, ხო? ერთი რომ შეიცვალა ბიზნესი, ადრე განსხვავებული იყო, ახლა განსხვავებულია, მაგრამ ამის მიზეზებიც ფაქტობრივად მიმოვიხილებთ, რამ გამოიწვია ეს ცვლილება. ძირითადად მომხმარებლის ქცევა რომ შეიცვალა, რომ შევაჯამოთ, ხო? ტექნოლოგიური განვითარება არ გვითქვამს და ესეც მგონი უნდა ვახსენოთ. ტექნოლოგიური განვითარება ალბათ არის სათავეში ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ეს ტემპი, ჯერთი ხო, კიდე მეორე საკითხი ტემპი დააჩქარებული. აი, მაინც ალბათ უფრო პირველ მიზეზს მაგას დავასახელებდი მე პირადად. კი, ბატონო, იყოს პირველი, აქ რიგითობას თქვენ მოგანდობთ ტექნოლოგიურმა ცვლილებამ და ზოგადად, ნუ ეხლა მაგალითად იგივე ხელოვნური ინტელექტი რა დოზით შემოდის, თუნდაც ჩემს საქმიანობაში, ხო? ეხლა მარკეტინგი, გაყიდვები და კომერციალიზაციაში ძალიან დიდი დოზით შემოდის, იმიტომ რომ ის რა მეთოდებითაც გუშინ ვოპერირებდით, დღეს უკვე გუშინდელი დღე არის, ხო? აი, ეხლა მარკეტინგში, აი, თვეების ჭრილში რო შეხედა, ხო? ანუ ჩემ გუნდთან ერთად რასაც ვაკეთებ, რამოდენიმე კომპანიას მარკეტინგის აუთსორს უკეთებ, ხო, რაღაც სტრატეგიულ დონეზე რა. აი
5 თვის წინ AI-ს მე არ ვიყენებდი და დღეს ჩემი თიმი ახლა ვინც მუშაობთ ხო არ არსებობს რომ რომელიმე აი გოლებში ან სტატიკაში ან იმაში AI-ს ინტეგრირება არ გქონდეს უკვე რაღაცებს აი იდეები რო გვაქვს პირველი AI-ს ვაჩელენჯებინებთ რა ანუ ვცდით ჯერ რას გაგვიკეთებს აბა ხელოვნური ინტელექტი სანამ მივადგებით გრაფიკოს მონტაჟეს ოპერატორს და ასე შემდეგ ხო უკვე აი აქვე თვეების ჭრილში რო შევხედოთ უკვე სულ სხვა ის გვაქვს და ხა წინ იმდენად განვითარდება ხელოვნური ინტელექტი მე ხმარტო ხელოვნური ინტელექტზე არ მაქვს საუბარი ზოგადად ტექნოლოგიური ცვლილება რაც არის აი რა ვიცი იგივე 23 წლის წინ რაღაც ძალიან სუპერ მაგარ პროგრამაში ვიყავი ამერიკაში ბიზნეს სკოლაში და აი ისეთი რომ აი ნიუ-იორკში და ვაშინგტონში და პენსილვანიის შტატში საოცარ შეხვედრებზე და ბიზნეს წრეებში რო გვიწევდა ოპერირება და აი იქ რასაც სწავლობდით რამოდენიმე წელიწადში გახდა არარელევანტური იმიტომ რომ წამოეწია ციფრული ტექნოლოგიები მოხდა დიჯიტალიზაცია აი ერთ მაგალითს მოვიყვანო ვიყავით რაღაცა საოცარ ოლიმპუსის სათავო ოფისში პენსილვანიაში რაღაც აი როგორი ფუტურისტული ის იყო, იცი რაღაც არარეალისტურად მაგარი სათავო ოფისი და რომ მიხვდნენ მაშინაც კი 2003-ში მიხვდნენ რომ ციფრული კამერები რომელიც იმ პერიოდში იყო ზენიტში განვითარების და ყიდდნენ რაღაცა უსაშუალო რაოდენობის რომ ძალიან მალე მოკვდებოდა და იცოდნენ რომ დივაისი იქნებოდა მობილური სახით რომელიც თქვა საერთოდ მოკლავდა ციფრული ფოტოაპარატების ერას ხო და მთლიანად თავის ტექნოლოგიები გადაიტანეს სამედიცინო ფოტო და ვიდეო მიმართულებაზე ანუ ის პატარა მიკრო კამერები რომელსაც ადამიანის თქვა გამოკვლევა შეუძლია ან იგივე ეს კორონოგრაფიის გაკეთება და ასე შემდეგ მოკლედ ეს ისეთი საინტერესო იყო იმიტომ რომ ის ხალხი ვინც ასეთი ბიზნესების სათავეში არიან მათი ხედვა რა თქმა უნდა ეს ხეცი 10 წლით უსწრებს რა და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აი ბიზნეს ლიდერის პორტრეტზე რო გადავალთ არის ფაქტობრივად გადავედით იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი მმართველის აუცილებლად მმართველის გარდა აი ამ ყველა მსოფლიო ამდენი ბრენდი ვიცით ხო ამ ბრენდების ისტორიები ვიცით ამდენი ჩვენთვის საყვარელი ბრენდები გახდა ხო არა შეიძლება ქართულია გლობალურია იმიტომ რომ ყველა ასეთი ბრენდის უკან ოდესღაც ვიღაცა იდგა ვისაც ქონდა იმაზე დიდი ხედვა ვიდრე მის გარშემო ნებისმიერ სხვა ადამიანს სხვა კონკურენტებს მე მქონია რამოდენიმე ესეთ ადამიანთან ძლიერი ხედვის ადამიანთან პირდაპირ ურთიერთობა და აი ჩემს აღფრთოვანებას იწვევს ყოველთვის და ყველა ჯერს ახლა სულ ვიძახთ ხოლმე რომ სტივ ჯობსი აგერ 18 წელია გარდაიცვალა მაგრამ ის რომ მისი ხედვა იყო ესეთი როგორიც იყო და რასაც ის ხედავდა დღემდე აცოცხლებს Apple-ს ხო დღემდე მისი ხედვით მიდის წინ და ესეთი უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ის რასაც თუნდაც Amazon-ის შემქმნელი იძახდა რა ვიცი, რამდენი წლის წინ შეიქმნა, ალბათ 20-30 წლის წინ წიგნების გასაყიდად გაკეთდა ეს პლატფორმა, რომ სტუდენტებს ძვირად არ ეყიდათ წიგნები და ერთმანეთისთვის გადაყიდვის შესაძლებლობა ყოფილიყო და დღეს რამხელა ინდუსტრიაა და ვაჭრობას რო თავი დაანებო ლოჯისტიკურად როგორი საინტერესო მოდელი გააკეთა Amazon-მა, ხო, ანუ ეხლა ხო ბევრმა რო გადააკოპირა და ყველა აკეთებს, ეხლა ადვილია, მაგრამ თავის დროზე როცა აი ამ ხელა მანქანას ხვდა, ხო ეს ხომ უნდა დაინახო, ეს ხო უნდა შეძლო რომ ამის დანახვა, ესეთ ამიტომ ლიდერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ბიზნესის განვითარებაში ხედვა არის. ხედვის გარეშე. და როგორ ფიქრობ, რა უნარები, განსაკუთრებული უნარები გამოირჩევიან ასეთი ადამიანები? იცი რა, გარდა იმისა, რომ უნარები აქვთ ხედვის, აქვთ რისკიანობა ძალიან მაღალი, გამბედაობა, სხვა რა მომენტშიც გაჩერდებოდა ეს ადამიანებიც ხედავენ, საერთოდ უნდა ცვლა ის შეაძლებინებს ამ განვითარებას. ეხლა ქალ მეწარმეების პროგრამაში, სადაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, მოკლედ ამ პროგრამაში ჩემი ჩართულობით ძალიან ბევრი ქალ მეწარმეს გადავეყარე ბოლო წლებში და არცეთ შესაძლებლობას არ ვტოვებ ხოლმე, სადაც შემიძლია რომ ქალ მეწარმეებისთვის იყო გამოსადეგი და მოკლედ რასაც დავაკვირდი, ხო, ყველა ამ ქალების საერთო რაც არის, რომ ყველა იწყებს ზუსტად ამ ხედვის გამო. ყველა იწყებს ამ საქმიანობას თავის, რა ვიცი, რასაც აწარმოებს, ხო, სერვისია თუ ნივთებია, იმიტომ რომ ის ხედავს იმას, რასაც სხვა ვერ ხედავს. იმას უნდა იმისკენ აქ ჟინი და ის წადილი, რაც აუცილებელია რა. მოკლედ, ხედვა, ჟინი, მონდომება, დაუზარლობა, რამდენი რამე შემიძლია ჩამოვთვალო.
ემპათია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც დღევანდელ ბიზნესში, სხვათა შორის ნიუ-იორკის ძალიან საინტერესო კვლევებს გავეცანი. შაშანდელი კვლევა, მაგრამ არც წელს კარგავს აქტუალობას და იქ იყო ესეთი გამოკითხვა, წარმოიდგინე იმ საკმაოდ მაღალი ტემპის და გლობალური ბიზნესი, სადაც ჩქებს ესეთ ქალაქში გამოკითხეს მოკლედ კომპანიები, რა იყო მნიშვნელოვანი უნარი გაყიდვებში რა. საინტერესო. და პირველ ადგილზე იყო კომუნიკაციის უნარი და მეორე ადგილზე იყო ემპათია. ემპათია. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ გაიგო სხვისი მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს ძალიან აისახება შენ რა ფორმით ახდენ კომუნიკაციას და რა ფორმით აწვდი სათქმელს თუ რასაც თავაზობ. შენ თუ შეგიძლია იმ ადამიანის ფიქრი გაიზიარო, მისი სურვილი გაითავისო, მისი პრობლემა შეიგრძნო და ასე შესთავაზო ის, რასაც თავაზობ, გაცილებით სწორი გზა არის, ვიდრე უბრალოდ იყო დაინტერესებული იმაში, რომ იმან ეს შენი მომსახურება იყიდოს, ხო? და თან ეს სტერეოტიპებს რომ თან გავავლოთ, არიან ბიზნეს მფლობელები, მენეჯერები დღესაც აქაც ჩვენს რეალობაში ასეთ ადამიანებს სულ ვაწყდები და ყოველდღიურად თუ არა ხშირად მოკლედ, რომელსაც გონია რომ პირიქით, ჩვენ უნდა იყოს რაღაცნაირი დაუნდობელი, უნდა იყოს სულ მოჭმული თანამშრომელიც უნდა იყოს რაღაცნაირად ესეთი, უნდა იყოს სულ რაღაცა ბრძოლის რიც ჯარისკაცი. და არიან ლიდერები, რომელსაც მიაჩნია, რომ ემპათია, გულისხმიერება და ესეთი დამოკიდებულება ტრანსფორმაციული ლიდერშიპი რაც არის თანამედროვე. მე ყველგან ვცდილობ ხოლმე, რომ ეს წარმოაჩინო ეს სისუსტე კი არა, ეს არის ზუსტად სიძლიერე, როცა შენ შეგიძლია იყო. შეიძლება იქ მკაცრიც იყო, მომთხოვნიც იყო, ძალიან შეუპოვარიც იყო ბევრ რამეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი იყო ცუდი რა, მოკლედ ეს ადამიანობა ჩემთვის ძალიან ბევრი მაგალითი ვნახე სადაც. ახლა პატარა არ ვარ, ამდენი წელია თან კონსალტინგში ვარ, იმდენი კალიბრის და იმდენი ეს ადამიანს და ბიზნესს შევხვდი, რომელსაც შემიძლია უკვე განზოგადება, მოკლედ მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ემპათია არ მიაჩნია სისუსტედ, ისინი გაცილებით მაგარი ლიდერები არიან, ცხადია, ვიდრე იმათ, ვისაც რაღაცა გონიათ, რომ თუ გამოავლენს ამ ადამიანებს რაღაცა სისუსტედ ჩაითვლება, ხო და სადაც ნიუ-იორკში არ ითვლება მოკლედ სისუსტედ, მე მოუწოდებ ქართულ ლიდერებს ბიზნესის, რომ იყვნენ მეტად ემპათიურები და მეტად გულისხმიერები. მე ვფიქრობ, რომ ამ ხრივ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით. ბევრი ძალიან კარგი კომპანია, ორგანიზაცია, ლიდერშიპის მიმართულებით მუშაობს ძალიან და ამ ხრივ ხარისხი ძალიან აწეულია. კულტურულ დონეზეც უკვე სხვა ღირებულებები გააჩნიათ მომხმარებლებსაც და ლიდერებსაც და ხელმძღვანელებსაც. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი ამ ახალ თაობაში უკვე დაეწაფა დასწავლურ განათლებას, კარგ უნივერსიტეტებში, ჩვენთანაც განათლების დონე, თუნდაც საუნივერსიტეტო დონეზე მიდის, ახლა შეიძლება არ მიაღწია ჯერ მწვერვალებს, მაგრამ ვითარდება, მოკლედ განათლების, ხარისხიან განათლებასთან წვდომა დღეს გაცილებით იოლია, ვიდრე თუნდაც, როდესაც მე ვცდილობდი რაღაც საერთაშორისო განათლების მიღებას. ეს მე და ჩემი ისტორიები. 94 წელს ფოთში აი საოცარი პერიოდი რო იყო სამოქალაქო ომის, იქ რაღაცა ბანდების დონეზე და ტყუების ზულში რო ვიძახდი, რომ ამერიკაში მინდა სწავლა, თქო, მაშინ ეს მართლა ბრძოლა იყო რა, იმიტომ რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რო გამოაცხადა ეს გაცვლითი პროგრამა მოსწავლეებისთვის, მაშინ ეს იყო საოცრება და 95-ში მართლა ისე დროს წავედი მე ამერიკაში, როცა აქ საოცრება ხდებოდა რა, ქვეყანას არ გავდა, აი სამოქალაქო ომისგან დაბეჭავებული, აი დენი არა, შუქი არა, პროგრესი არა, სინი არაფერის თითქოს ხედვა არ იყო რა და ამიტომ დღევანდელ ახალგაზრდებს კი სულ სხვა რეალობა აქვს, ხო, ჩვეულებრივად არიან თანასწორი მოქალაქეები, ხო, ამ სამყაროსი აქვთ წვდომა ყველანაირ ინფორმაციასთან, განათლებასთან, ენებთან, ყველაფერთან, ხო და ამიტომაც ეგეც მოქმედებს, რომ შეიცვალა თუნდაც ლიდერების ხარისხიც, კულტურაც, ყველაფერი ერთად. გეთანხმები. და აქვე დავამატებ ჩემს ხედვას, რაზეც ძირითადად ყველა სტუმართან ვსაუბრობ ხოლმე, როცა მართვაზე მიდგება საქმე და ლიდერობაზე და ჩვენ ემპათია, თანაგრძნობა ვახსენეთ და ეს ყველაფერი პირდაპირ არის დაკავშირებული ემოციური ინტელექტთან.
ჩემი აზრით ადამიანი, ვისაც აქვს მაღალი ემოციური ინტელექტი, ის არის ძალიან კარგი მმართველი და მას შეუძლია ძალიან კარგი მართვა, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც აცნობიერებს საკუთარ ემოციებს, გრძნობებს და შეუძლია საკუთარი თავის მართვა, ბევრად უფრო მარტივად, შედეგიანად შეუძლია გუნდის მართვაც. აბსოლუტურად გეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ემოციური ერი ვართ, ხო? ძალიან ექსპრესიული და გამოხატვაც გვიყვარს და ყველაფერი, მაგრამ თუ ლიდერს არ აქვს ემოციური სიძლიერე და აი ეს ინტელექტი და მას არ შეუძლია ობიექტურად განსაჯოს სიტუაციები, ან იყოს განყენებულად საკუთარი თავისგან ეს რაღაცა განაისროვა უემოციო იყოს, არამედ ის რომ მას შეეძლოს ობიექტურად და ჯანსაღად მართოს პროცესი შეუძლებელია, იმიტომ რომ რთულია. ეხლა მე გაყიდვების უნარებში რომ ვატარებ ხოლმე ლექციებს ვიძახი, რომ ნახე გაყიდვები მაგალითად ხო, ან იგივე ლიდერსაც შეგვიძლია განაზოგადო. როგორი უნდა იყოს უნივერსალური, თან კეთილი, თან მომხიმარი, თან ესეთი, თან შთამაგონებელი, თან მცოდნე, თან სხარტი, თან ასეთი, თან ისეთი, მოკლედ უნივერსალური და ეგ არის ლიდერიც თუ მოვიაზრებთ, რომ გვინდა ლიდერის პოზიციაზე ყოფნა, უნდა გქონდეს ეს უნივერსალური უნარები და უნდა გქონდეს, რომ ობიექტურები ვიყოთ, სამართლიანები უნდა ვიყოთ, ემპათიურები და მართოდ ხა ეს ცივი გონება უკვე აღარ არის სწორი ტერმინი. ცივი გონებით არა, აი ემოციური ინტელექტი ალბათ უფრო სწორი ის არის, იმიტომ რომ ბევრი ადამიანის ის როცა გაბარია, ხა მე ყოფილ ვარ ისეთ ორგანიზაციებში, სადაც 300 ადამიანი მექვემდებარება, და როცა 300 ადამიანი გექვემდებარება, უნდა იყოს სულ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ყველასთან თან იყო ძალიან ხელშესახები, ძალიან ხელმისაწვდომი, კომუნიკაბელური, სოციალური, ასეთი, ისეთი, მაგრამ ამავდროულად მას უნდა გქონდეს განცდა, რომ შენი იმედი აქვს, შენ მოაგვარებ ყველაფერს, შენ ხარ გაქვს სიძლიერე, ხო და თან ძლიერიც უნდა იყო, თან ესეთიც უნდა იყო რა. სხვარი და ბალანსი. მივადა იქით ბალანსი. ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანი არის, კი. ბალანსი და ღირებულება ბიზნესში, აი ამ თემაზე რო გადავიდეთ, თავისთავად, იმიტომ რომ ამ სივრცის მთავარი მიმართულება სწორედ არის ღირებულება. ის ღირებულება, რასაც ვქნით საკუთარ თავში, იმიტომ რომ ეს იწყება პიროვნულად საკუთარი თავიდან, შემდეგ პროფესიაში და ბიზნესშიც, იმიტომ რომ როგორც ალექსი იტყოდა, ბრენდი არის თავად ადამიანი და ის, რასაც ვქნით, არის ზუსტად იმ ღირებულების მატარებელი, რა ღირებულებებსაც ჩვენ ვატარებთ და მას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები და ძალიან მიყვარს მისი ეს სიტყვები. რა ღირებულებებს უნდა ქმნიდეს ბიზნესი, ნანა, შენი აზრით? მაგალითად ეხა ალექსის ეს თემა რო გავაგრძელოთ და განმაზოგადოთ, რომ აი ჩვენც როცა ბრენდინგზე ვმუშაობთ, ჩვენი კლიენტების ჭილში მარკეტინგის მიმართულებით, მაგალითად ბრენდის პლატფორმაზე რო ვიწყებთ ლაპარაკს, ხო, იქ ვიწყებთ ძიებას, რომ აი რა ღირებულებებზე დგას ის ადამიანები, ვინც ამ ბიზნესში. ჯერ თვითონ ადამიანების გამოკვლევით ვიწყებთ, ხო? ანუ რა უნდა, რაც მას წარმოადგენს, რას ქმნის, ეს დოვლათი რასაც ქმნის, მისთვის რა არის, რა ღირებულების იმაზე გადის. ეგრევე მიხვდები ამ გასაუბრებებს ჩვენ ახლა ძალიან ბიზნეს კონსულტაციებში ბევრ შეხვედრას ვატარებთ დამფუძნებლებთან, დირექტორებთან, მენეჯმენტთან, გამოკვლევას როცა ვიწყებთ, ხო, მაგალითად ერთ-ერთი მიმართულება არის კომპანიის კომერციული აუდიტი, ხო? როგორც კი იწყებ ამ ადამიანებთან საუბარს და გამოკითხვა და ჩვენი რაღაცა მიდგომები გვაქვს, ეგრევე მიხვდები რა კულტურაა კომპანიის შიგნით, რა ღირებულებებზე დგას, ღერძი როგორია, ვერტიკალი როგორია, ზევიდან ქვევით, ქვევიდან ზევით, თუ ასეთ თუ ჰორიზონტალური თუ რა მანერით საუბრობენ ადამიანები, არ იფუთება. თან ჩვენ ახლა გაყიდვების და მარკეტინგის პრიზმიდან რო ვცდილობთ ხოლმე რომ ეს რეალობა დავინახოთ, იქ კიდე უფრო მეტად არ იფუთება რა. ანუ თუ გინდა რომ გაიგო კომპანიაში რა ხდება, მოკლედ უნდა ელაპარაკო ამ ორ დეპარტამენტს და მიხვდები. და იმის თქმა მინდა რომ ლიდერების და ბრენდის ღირებულებითი ღერძი ძალიან პირდაპირ პროპორციულად ტრანსფორმირდება მერე იმ ბრენდში, რასაც ყიდიან ბაზარზე გაგაქვს რა და ამიტომაც არის დღეს ყველა მომხმარებელი გეკითხება რა ღირებულებებსაც გახარ შენ და შენი ბრენდი რა ღირებულებებს ატარებს და თუ ეს ღირებულებები აცდენილია
იმ ადამიანის ღირებულებებს ის ლოიალობას ეგრევე კარგავს, ხო? დღეს აი გლობალურად უამრავი თემა არის, ჩვენ რო CSR-ს ვეძახით აქ, ხო? მაგრამ CSR-ს თავი დავანებოთ როგორც ტერმინს, ხო? თუ მე ეს ბრენდი ჩემს ადამიანურ ღირებულებებთან ახლო არის, მე მის მიმართ სხვა განცდები და გზნობები მიჩნდება და თუ იმას გზნობ, რომ ეს უგულებელყოფს. აი მაგალითად, ტანსაცმლის კომპანიებს დღეს ატეხილი ერთი ამბავი, რომ თურმე ეკოლოგიურ კატასტროფის მთავარი გამომწვევი დღეს არის ნაჭრის ნარჩენები. ანუ იმდენი ნაჭრის ნარჩენი, თან ეს ხელოვნური ნაჭრი, სინთეტიკური ნაჭრების ნარჩენი გროვდება დღეს წელი იმაში, რა ქვია, მსოფლიოში, რომ ნომერ პირველი ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს ეს. ხო, ეხლა მაგალითად აგორებულია აი ამ გლობალური ბრენდების მას წარმოებელი ბრენდების მიმართ უდიდესი კამპანია. ხო, ის გეუბნება, რომ მე არაფერი აღარ მაინტერესებს შენი, შენ თუ კი ეკოლოგიას ასე აზიანებ. ხო, მე აღარ მაინტერესებს შენი მოდა თუ რა ვიცი, რა სამოს აწარმოებ, თუ კი შენ არიღებ პასუხისმგებლობას ამ ნარჩენებზე. ხო, იგივე ნებისმიერ სხვა ბიზნესშიც რო გადახედო უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, დღეს მომხმარებელი გთხოვს, რომ შენ იყო მაღალ ეთიკას გთხოვს, იმიტომ რომ და რაც უფრო დიდია ბრენდი და რაც უფრო მასშტაბურია, ეხლა აგერ ჩვენს გარშემო რამოდენიმე დღეა რაღაცა ბრენდის გარშემო დიდი ამბები ატეხილი, რატო? იმიტომ რომ მომხმარებელი როგორც კი ზედაპირზე ხარ და მომხმარებლის ინტერესის არეალში ხარ, იქ გთხოვს, რომ იყო მართალიც კარგიც, კონდეს სწორი გზა და სწორი ღირებულება. და ბევრ რამეზე იფიქრო, ყველაფერზე იფიქრო და ვერ მოდუნდები, იმიტომ რომ ბიზნესი არ არის საქმიანობა, რომელსაც აწყობ და მე დაჯდები და მიყვები პროცესებს, ამას უნდა შენებას უნდა ძალიან დიდი დრო და მე ზრუნვას და ნგრევას უნდა ერთი წამი და თქვა რეპუტაციას სჭირდება სულ გაფრთხილება და მე რა თქმა უნდა სულ უნდა კვებო სწორი იმით და მათ შორის პერსონალი ბრენდები, რომლებიც არ ხარჯავენ საკუთარი თანამშრომლების განვითარებაზე, ან საკუთარი თანამშრომლების ღირებულებების ერთობლიობაზე, ეხლა მაგალითად ერთ-ერთ კომპანიაში დავამთავრეთ მოკლედ საკონსულტაციო პროექტი, სადაც მთავარი პრობლემას მისვლის დღიდან მიძახდი, რომ ერთი მიზნის გარშემო ხალხი არა გაერთიანებული. ანუ ერთ ღირებულებით ღერძზე არ არის ეს ხალხი და ეგ არის პრობლემა. არა ის რომ პროდუქტი არ ვარგა, არა ის რომ რომელიმე თანამშრომელი არ ვარგა, არა ის რომ თქვა ვიღაცას ხედვა აკლია ლიდერშიპს, არამედ ის რომ ამ ხედვის გარშემო ადამიანები გაერთიანებულები არ არიან და ერთი ხედვით არ სუთქავენ და ერთი იმითი არ მიდიან თქო და ნუ მოკლედ იქაც დავსახეთ რაღაც გეგმები და იმედია რეალობაში განახორციელებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია რა ეს ხალხში და კულტურა გინდა არ გინდა გარეთაც გამოდის რა. თან ახლა როგორც ციფრული ერა ვახსენეთ, დღეს ხო არაფერი არ იმალება, ვერაფერს ვერ და ყველაფერი საბოლოო ჯამში ძალიან ღიაა რა და ძალიან გამჭვირვალეა. რაც ძალიან კარგია. მეორე მხრივ რთულია ბიზნესისთვის. რა თქმა უნდა, ამიტომ არ არის მარტივი ბიზნესის დაწყება და მართვა. კი, მართლა არ არის და მე ერთმა უმაყოფილო შეიძლება აი ობიექტურად უკმაყოფილო კლიენტმა სრულიად გააფუჭოს სხვა მომხმარებლების გამოცდილება ან სხვების წარმოდგენა ამა თუ იმ ბრენდზე, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ უკავშირს. სხვათა შორის ერთ-ერთი დეველოპერი იყო ჩვენი კლიენტი წლების წინ და აი მომხმარებლების მიმართ ქონდა ძალიან ისეთი დამოკიდებული. ნუ ხო რა, ხა ბინას ვუშენებ რა და კარგ ბინას ვუშენებ. და სულ ვეუბნებოდი, რომ ეს არ არის საკმარისი, ხვდები, ანუ ის ადამიანები, ვინც შენი ბიზნესის განვითარების მთავარი ქვაკუთხედია, მას ცოტა სხვანაირად უნდა მოვეპყრო და უნდა გვესმოდეს მისი როლი და მისი კონტრიბუცია შენი ბიზნესის განვითარებაში რა და აი გზადაგზა მოკლედ მაგას ვბიძახი, რომ ჩვენ საკონსულტაციო პროექტებში ვაწყდებით ისეთ ლიდერებს, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო იმაზე, რომ ის მომხმარებელი, ვინც შენი ზრდის საწინდარია და ფულს ხარჯავს შენს პროექტში, მას ცოტა სხვანაირად უნდა ეფერო და ელოლიავო. ნამდვილად უნდა ეფეროთ კი. და მგონი ყველა ასახერებს სამშენებლო მიმართულებას, ხო? მარტო შენი აზრი არ არის ეს, სხვებსაც უთქვამთ, რომ სამშენებლოში მე ძალიან ვარ ჩართული სამშენებლო მიმართულებით, ძალიან ბევრ არაჩვეულებრივ კომპანიასთან თანამშრომლობ და ამიტომ არ მინდა რომ რაღაცა ესე განმაზოგადო, მაგრამ ეხაც ხარისხი არის მოკლედ დიამეტრალურად განსხვავებული პატარა მოთამაშეებსა და დიდ მოთამაშეებს შორის, ან ისინი ვინც ბაზარზე დიდი ხანი არიან და ვინც ახლა შეიქმნენ, ან ვინც მხოლოდ ხარისხიანად მუშაობს, ან ის ვინც უბრალოდ
ხეცი აი რაღაცა ისე უყურებს მარტივად, მოკლედ. მაგრამ მე მგონია, რომ ისე განვითარდა ჩვენთან ეს ინდუსტრია, რომ საბოლოოდ დარჩება ძლიერი მოთამაშეები ბაზარზე. რა თქმა უნდა, მით უმეტეს მაგ სფეროში ძალიან მაღალი კონკურენცია არის. ძალიან მაღალი კონკურენცია და მგონია, რომ საბოლოო ჯამში ეს ბაზარიც გაიცხრილება, იმიტომ რომ ჯერდი გაძვირდა, ძალიან ბევრი გაჯერდა და მაგრამ განვითარდა ძალიან. ვერ ვიტყვი, რომ იგივე თუნდაც 10 წლის წინ რა სტანდარტებიც იყო, როგორც მომხმარებელთა სამშენებლობის, დღეს ძალიან წინ არის. ძალიან არის განვითარებული, ამიტომ პოზიტიურ წილშიც შევხედავდი ამ კარგია. კი, ამ მოვლენას და არაკეთილსინდისირებას ნელ-ნელა გამოიდევნა. და ძალიან ხა მომხმარებელმა ისე და ისე ვისწავლა, კარგად გაარკვიოს, მაგალითად იგივე ჩაბარების ვადები და კონდიციები და ასე შემდეგ კეთილსინდისირება. მომხმარებლებზე გადის ყველაფერი, რა თქმა უნდა, რაც არის ჩვენი მოთხოვნა, მიწოდებაც არის შესაბამისი. ნანა, ახსენე რომ ორგანიზაციებთან როდესაც მუშაობთ და თანამშრომლობთ, იკვლევთ მათ ღირებულებებს. აი ძირითადად რას ასახელებენ ხოლმე? და მე სულ გაყიდვების და მარკეტინგის გუნდებთან მიწევს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ფოკუსი, ხო, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Solutionary ფოკუსირებული არის გაყიდვების და მარკეტინგის შედეგიანობაზე და კომერციულ წარმატებაზე და ამიტომაც ჩვენ თუ კი ვაკეთებთ აუდიტს, ვატარებთ ამ მიმართულებით, ხო, რომ შევხედოთ როგორია გაყიდვები, როგორია მიდგომა კომპანიის შინ პროდუქტი, ფასწარმოქმნა, მიწოდების არხები, საკომუნიკაციო არხები და ამ ჭრილში კომუნიცირებთ ხოლმე და აი რომ ისევ და ისევ განვაზოგადო დამოკიდებულებები ძირითადად არის ხოლმე რომ მაგალითად წინახაზე ვინც არის გაყიდვებში და ვისაც აქვს უშუალო შემხებლობა მომხმარებელთან, თქვათ მისი უკავშირი არ არის მერე გათვალისწინებული პროდუქტის განვითარებაში, ან მენეჯმენტი სათანადოდ არ იკვლევს წინახაზე მყოფი ადამიანების გამოცდილებებს, ან მომხმარებლის ხმა ისეთი დოზით არ ისმის შიგნით და მგრძნობელობა არ არის მომხმარებლის უკავშირის, როგორიც უნდა იყოს. აი რაღაც ესეთი ან მენეჯმენტის პრობლემაა. მათ შორის, ხო, ეს მთელი ჯაჭვი არის მარტო მენეჯმენტის არ არის, მაგრამ ხო, საოპერაციო შიგნით ან შიდა კომუნიკაციის ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ყველა რომ ერთი მიზნის გარშემო იყოს გაერთიანებული, ყველა უნდა იყოს თანაბრად ინფორმირებული, როგორც წესი. ძალიან ჭირს კომპანიების შიგნით, მაგალითად, სწორად და დროულად ინფორმირება ყველა თანამშრომლის, ყველა რგოლის და მათი ამ საერთო ხედვაში მუდმივი ჩართულობა. ეს არ არის ადვილი. მაგრამ ამ დროში ძალიან გამარტივებული ეს ტექნოლოგიები საჭირო შეიძლება შენ ხა აგზავნოს სულ და მეილები ან რაღაც ჯგუფი გააკეთო და ესე, მაგრამ მე შეიძლება ამდენმა თანამშრომლმა არ წაიკითხოს. მარტო მოკლედ ტექნოლოგია არ გაძლევს საშუალებას, რომ ცოტა სხვანაირი სჭირდება სულ კვება, როგორც თანამშრომლის мотиваციას, მათ ამ ჟინიანობას ხედვა. მარტო ხა მფლობელს ან დირექტორს კონდეს რაღაცის ხედვა და ჟინი ხო არ არის საკმარისი, ხო? ანუ ყველას გადასცეს თანამშრომლებს. და გადასცეს თანამშრომლებს და ამიტომ ამ ნაწილში სულ ხედავ ხოლმე რომ აი ეს მის კომუნიკაცია ან არ ხდება სათანადოდ მოკლედ წინახაზე ჩართული ადამიანების თქვათ გამოცდილების უკან გაზიარება და ასე შემდეგ. აი ეს რაღაც ზოგადი ხა მილიონი სხვადასხვა შემთხვევას იმას მაგალითად პროდუქტი შეიძლება იყოს ბრწყინვალედ შეფუთული ან გამზადებული, მაგრამ საკომუნიკაციო არხებით არ ხდებოდეს კომუნიკაცია ან მიწოდების არხები იყოს არასწორი ან თქვათ გაყიდვების მიდგომები იყოს არასწორი, მოკლედ პრობლემები სხვადასხვანაირი გვხდება სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ღირებულებების ჭრილში უმეტესად მე რასაც უყურებ ხოლმე მის კომუნიკაცია და ეს რაღაცა ყველას თანაბარი ჩართულობა ან ის ერთ-ერთ კომპანიაში მოკლედ გაყიდვების მენეჯერებს ვუტარებდი ტრენინგებს და აქ ერთ-ერთი სლაიდი მაქვს სტერეოტიპებზე, რომ აი ტყუილი დღეს არის აი წარმოცეთ დღეს კი რა ზოგადად მე ბებრძვი ძალიან ტყუილებს რა მოკლედ რომ არის მიმაჩნია რომ სად და გაყიდვებში ტყუილების ადგილი არ არის. აი არანაირი პატარა, დიდი, ასეთი ტყუილის, ისეთი ტყუილის არ არის ტყუილების ადგილი რა მოკლედ და ეს გოგობებით რეალურად და მეუბნება რომ მე დღეში რაღაც 5 ჯერ ვიტყუები, იმიტომ რომ რაღაც ინფორმაციები რო არა მაქვს, გზადაგზა ვიგონებო რა. და მოკლედ აი პირველივე ლექციაზე რო ადამიანი ოპონირებას გაკეთებს და მოკლედ ჩავყევით და მისი ტყუილების წყარო იყო ის რომ მას არ ქონდა ინფორმაცია. იმიტომ იტყუებოდა და იგონებდა თავდაცვა იყო მისი.
გადაცვა იყო, რომ klientთან არ წარმოჩენილიყო თითქოს რაღაც არაპროფესიონალი არაპროფესიონალია და ამიტომ გზადაგზა იგონებდა იმ რაღაცებს აფსებდა, იმ გეფებს რაც ჰქონდა და მოკლედ მე მენეჯმენტთანაც რო განვიხილეთ ეს ყველაფერი, უთხარი რომ მეთქე რატო აწუწუნებთ ამ ხალხს ინფორმაციაზე რა თუ დღევანდელ დღეს რა ტექნოლოგიებიდან გათვალისწინებით, ხო, მიაწოდეთ ეს ინფორმაცია, რომ მან გადაგზა რაღაცები არ იქონოს. რა მარტივად მოსაგვარებელი იყო, როცა გაიგებ მიზეს. გაიგებ მიზეს, მაგრამ ის იმდენად მიჩვეული ამ ტყუილებს ახლა ეს უცებ ეს კარო გადაეჩოვა ტყუილებს და აღარ იტყვის, რა ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციულად ჯანსაღი კულტურის შენებას და გარემოს შექმნას. მე ხარ როგორც მარკეტინგის ჰედიც ყოფილვარ ბევრჯერ, ყველაზე მეტად მიჭირდა შიდა კომუნიკაცია. მარკეტინგის დეპარტამენტებს მარკეტინგის და PR-ის ხელმძღვანელებს მაგალითად, ხო? ან გუნდს მთლიანად ყველაზე მეტად გვიჭირს ხოლმე, ან გვიჭირს ყოველ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში ასე იყო, შიდა სტაფის დროული კომუნიკაცია, ან მათი ისეთივე ხარისხით ინფორმირება, როგორც გარე მომხმარებელზე ზრუნავ, ხო? ანუ ჩვენ ხო გარეთ გვინდა, რომ ვართ ორიენტირებულები, ეს საკომუნიკაციო მესიჯები. მაინც გარე იმიჯი არის პრიორიტეტი. იყოს იდეალური ასპექტი. იმის ნახევარი რო იხარჯებოდეს შიდა კომუნიკაციაზე, კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს ობიექტურად რთულიც არის. და ძალიან შრომატებადი და ამიტომ ვინც ამაში ძალისხმევას დებს, მაგიტომაც არის მე სხვანაირად ვითარდება. ახლა მე რო პირველად Google-ის სათავო ოფისში მივედი ნიუ-იორკში, უნდა მოვყვე აუცილებლად. ნუ ჯერ ერთი ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის შეყვანა სტუმრად. და ესე დაგაწერენ რა შედიხარ, რომ ეს არის მე ვიყავი ჩემი მეგობრის სტუმარი და ესე საიდის სტუმარი ნანა. ესე მეწერა დიდი იმეთი და ეს ყველა გეუბნება, "Oh, welcome ნანა, მობრძანდი შეიძლება რა კარგია რომ გვესტუმრე" და ნუ რა თქმა უნდა ეს ლეგენდები ხო დადის, ახლა კი იცით Google-ის სათავო ოფისში რომ საოცრება არის, აი არ ვიცი, მილიონნაირი გასართობის და ესეთი სივრცეებია. შენ შეგიძლია ითამაშო პინგ-პონგი, დალიოს სმუზი, ჭამო რაღაცა ფრეში, ძილის ოთახი, მასაჟის ოთახი, ამის ოთახი, იმის ოთახი, ჯიმი. მოკლედ, სამი უზარმაზარი შენობა გადამული, სადაც ყველაფერია შიგნით, ხო? ანუ პენტაგონი მახსენდება კიდე მე ჩემი ამერიკული ისტორიებით, მაგრამ რას გეუბნება Google-ი? მე ვარ ამერიკაში ნომერ პირველი დამსაქმებელი, მე ვეძებ საუკეთესო კადრებს, მე ვიხდი მაღალ ხელფასებს და მე შენ ყველაფერს გაძლევ, იმისთვის რომ იყო პროდუქტიული. ჩემთვის არა, და ეს საიდის დადიოდა თავისი ლეპტოპით და მეუბნებოდა რომ რაღაცა პატარა დესკი კი მაქვს ევითო სადღაც რომელიღაცა სართულზეო, მაგრამ იმ დესკზე ფაქტურად არ ვზივარო. ანუ Google ეუბნებოდა თავის თანამშრომლებს, ჩემს არ აქვს მნიშვნელობა სად ზიხარ, რა მასაჟს იკეთებს, სმუზის თუ გეძინება, იმიტომ რომ ბავშვმა არ დაგაძინა და ეხლა შენ გჭირდება ნეფი. ჩემს ამას არ აქვს მნიშვნელობა, თავარია რაც დავალებული მაქვს შენთვის, ის უნდა გამიკეთო 1000%-ით. მე შენ გენდობი და შენ მე შემისრულე სამუშაო და ამისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ. და გერგები. აი რამხელა ნდობა არის თანამშრომლის პროფესიონალიზმის მიმართ, რომ შენ ეუბნები, რომ აი რაც გინდა ისაკეთე დღეს. მაგრამ საქმე გააკეთე. არ მიგაჯაჭვებ რაღაც მაგიდას, ხო? მაგრამ რაც გავალია, ის უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით შესრულებული. ეს არის, აი არ ვიცი. თან ახლა პირველად 2009 წელს ვიყავი, ხო? კი, და აი ძალიან შოკის მომგვრელი არის, იმიტომ რომ მაშინ ესეთი მოდელები ხა ბევრი ცდილობს. კი, ახლა მაინც აღარ გვიკვირს. აღარ გვიკვირს, ხო, და ის სპორტული დარბაზი და ასე შემდეგ აღარ გვიკვირს. პენტაგონის მოდელს რატო ვეძახ, მე ვეძახი ეს შეიძლება სწორად ეძახიან ესე, მაგრამ პენტაგონმა რა გააკეთა, პენტაგონი ხო ვაშინგტონის გარეთ არის რამოდენიმეჯერ ნამყოფი და მაგიტო ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო, თოთაშორის პენტაგონში ვიზიტი. პენტაგონში მომუშავე ადამიანები იმდენად დიდ დროს ხარჯავდნენ იქ მისასვლელად, რომ შექმნეს ყველაფერი იქ არის შიგნით. სუპერმარკეტები, ჯიმი, მეწაღეზის, მკერავი, ყველაფერი აბსოლუტურად, ბაღი, ეს ის რატო? იმიტომ რომ ადამიანები იქამდე რომ მიდიან, მე იმდენი ხანი არიან გზაში რომ დროს კარგავდნენ, რომ ეუბნებოდნენ იქ ყველაფერს მოგიგვარებ აქვე გაკ რა და პენტაგონშივე შეგიძლია იყიდო სურსათი, რა ვიცი, მიიტანო მკერავთან. და ზოგო დრო შარვალი გადასაკეთებო და ასე შემდეგ და ნუ ხა ეს ძველ დროში რაღაც მიჩნეული იყო, რომ აი სამხედროები რამხელა პატივშია და მე იდეაში რომ განაზოგადო Google-ში იგივე არ არის. მოდელი ეგ არის, რომ მე შენ ყველაფერს აქვე გიგვარებ, რომ გიქნი კომფორტს პროდუქტიული. და გამიგზავნა, მაგრამ ერთი მაგალითიც უნდა მოვიყვანო Salt Lake City-ში. ეხლა უბრალოდ ამ სარეკლამოსის არ მახსოვს, სარეკლამო სააგენტოა, რაღაც საოცარი კრეატიული სააგენტო, რომელიც აი საოცარ რეკლამებს იღებს, სახელი აი არაფრით არ მახსენდება ეხლა და
რომ გადმოიბირეს ძალიან ძლიერი კრეატივშიკები ბოდიში იმისთვის სლენგისთვის და მოკლედ ამ ადამიანებს ის კი არ მოუწყვეს ოფისი და ავეჯი კი არ დაუდგეს და კი არ უთხრეს რომ აჰა შენ ოფისი და დაჯექი და ეხა იმუშავე. ყველას გამოუყვეს თანაბარი სივრცე, თუ სწორად მახსოვთ 18-20 კვადრატი იყო ოთახი და უთხრეს რომ აი შენ $10,000 და რაც გინდა ის მოაწყო ამ სივრცეში. ანუ თავად ირგებდნენ და აწყობდნენ. შენ შენ დღეიდან უნდა იყოს ზე პროდუქტიული და კრეატიული და შენ გევალება კრეატიული იდეების შობა. ხო, შენი მთავარი მისია არის რომ რაც შეიძლება მაგარი გონება უნდა გაიხსნას, რაც შეიძლება მეტად. შენი მუზა უნდა გახსნა, ხო? ამიტომ შენ მუზას რა გიხსნის? კი. შენ მოდი მოაწყე რა და ნუ რა თქმა უნდა მე მგონი შეჯიბრებითობა წავიდა ამ მუზის გახსნის და ჩვენ სტუდენტებს მოგკიდეს ხელი MBA სტუდენტებს და წაგვიყვანეს ექსკურსიაზე აი ამ კრეატიულ სააგენტოში რომ გვენახა როგორი მოწყობილი იყო. საინტერესო როგორი მოწყობილი იყო. 8 წლის და 9 წლის ამბავს და ну საოცრება იყო. თითეული ოთახი იყო, აი ხელოვნების მუზეუმი იყო, იმიტომ რომ კრეატივს შექმნიდნენ, რა თქმა უნდა, შემოქმედება იქნებოდა. მაგი ქონდა ცაში, ვიღაცას ესეთიც წარმოვიდგინე. წიგნებისგან ქონდა საერთოდ აწყობილი ყველაფერი, ვიღაცას ქონდა რაღაცა მინიმალისტური 4 თუ 5 კრეატიული დირექტორი იყო, 5 მე მგონი და აი 5-ვე ოთახი იყო ხელოვნების ნიმუში. მე აქეთ იყო საერთო co-working space-ი, რომელიც ხოთაშორის მაშინ ესეთი პოპულარული არ იყო და აი ამ co-working space-ში და ყველა დანარჩენი სტაფი და ამათ წინ იყო ეს რაღაცა 5 დიდი ზონა. იმას მოვაყოლე, რომ ამ ადამიანებს როგორ სწორად უთხრეს, ხო? ანუ შენ რაღაცა მე ავეჯს დაგიდგამ და გახვედრებ კომპიუტერს, კი არ იყო, აჰა შენ ფული და რაც გინდა შექმენი შენი სამყარო. იმიტომ რომ მათ სტანდარტული გარემო რო შეექმნათ, მათთვის არ იქნებოდა ეს არც კომფორტული, არც გემოვნებიანი, არც ისეთი ისეთი გარემო, რომელიც მათ ამყოფებდა მათი გონების, მათი ხედვის შესაბამის სიტუაციაში, რომ მე გახსნილი იყო მათი გონება და მათი კრეატიულობა. აბსოლუტურად და ეს იმდენად ძლიერი მართვის მაგალითია და დობის და პროფესიონალიზმის, რომ ეს ჩემში აღფრთოვანებას იწვევს. ერთ მაგალითსაც მოვყვები. მოკლედ ტელეპიროლში როცა ვიყავი, ტელეპიროლიდან ვიყავით წასულები დამეგობრებულ ტელევიზიასთან რიჩმონდ ვირჯინიაში ვართ წასულები. მოკლედ იქაური ABC 14 იყო ჩვენი და არის დღემდე ალბათ ამ არხის მეგობარი ტელევიზია და მოკლედ იქ ჩავედით, რომ მომხდარი იყო იმათი გამოცდილების გაზიარება და იქ უკვე ჩავედით უკვე ოპერატორები აღარ იდგნენ სტუდიაში და რობოტი კამერები დადიოდნენ და რობოტები იღებდნენ ყველაფერს და ვფიქრობდით ერთი რობოტი რო წავიყვაროთ არ შეიძლება ნეტავ და იგივე ახლა სარეკლამო მაინტერესებდა მე სარეკლამო გაყიდვების კომერციული განყოფილება რა და მოკლედ ორშაბათს მივედი კაციშვილი არ არის ეს ლამაზია 9 კიუბიკლია მაგრამ არავის შეგნით არ არის რა ალბათ დღეს არ არიან თქო მე მეორე დღეს მივედი კაციშვილი არ არის მოკლედ რა და სადღაც უკვე რამოდენიმე დღით ვარ ცულ ჩასულები და სადღაც ხუთშაბათს ხმა მოვიღერო მე თქვა ეს ხალხი სად არის რომ ვკითხო რეკლამას როგორ ყიდია თქო აფხლაგზაზე ვარ ჩამოსულები თქო და უიეს კომერციულ დირექტორსო შეგახვედრებთ ხვალო და მე პარასკევს უკვე რომ უნდა წამოვიდეთ პარასკევს შეგვახვედრეს ეს კაცი აი არ დამავიწყდება ეს შეხვედრა არასდროს და რას ამბობთ რა უნდათ ოფისშიო ვის ნახავდი აბა მთელი კვირა ოფისში თუ არიან ესე იგი რაღაცა არ მუშაობენ სულ გარეთ უნდა იყვნენ და რეკლამა იმდენი რეკლამა აქვს და მოსატანიო სულ გარეთ უნდა რა უნდათ ოფისშიო და მე მივხვდი რომ აი თუნდაც იგივე ჩემი მიუხედავად ამდენი ამერიკული გამოცდილების ამდენი განათლების და უამრავ კომპანიაში ვარ ნამყოფი ბიზნეს ტურებზე არის Procter & Gamble დაწყებული Wall Street-ით დამთავრებული და ის სულ მიუხედავად იმისა რომ ამ მაგალითებით გამოცდილება გქონდა საზრდოობდი მაინც ჩემი გაყიდვების გუნდი მაგალითად ყავდა ეს 10-დან 6-მდე შენ ამას შვები შენ იმას შვები და ეს რომ ჩამოვედი ხა რო გითხარ რომ უცებ უთხარი რომ რაც გინდათ ეს კენით სულ გარეთ უნდა იყო თქო არა მაგრამ ძალიან შევცვალე მოთხოვნის და მათი სამუშაო გარემოს ფორმა. და მე ვეუბნებოდი რომ ეს გჭირდება რომ
ჩვენ შევასრულოთ. ეს გეგმა გვაქვს ყველას ერთად და ამ გეგმის შესასრულებლად შენ თუ კი ცოტა უფრო ადრე უნდა გახვიდე რომ ბავშვი გამოიყვანოს სკოლიდან, მე ამის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ სანამ ბავშვს გამოიყვანოს სკოლიდან, შენ უნდა იყოს ზე პროდუქტიული რომ ეს ყველაფერი ერთად შევძლო. მოკლედ ძალიან შემეცვალა დამოკიდებულება გაყიდვების გუნდის თუნდაც იგივე აი დღის წესრიგის მიმართ რა, რომ აი რაღაცა მოვედი ცხრის ნახევარზე და აი ეს რაღაც დაბადე ბეჯი რო არის შეცვალე ეს მე შევცვალე, თუმცა ეხა ისეთი მოდელი მაქვს კომპანიის, რომელშიც ცოტა სხვანაირად ვართ, ყველანი ძალიან თავისუფლები ვართ, ჩემი ეხა მთელი თიმი, ყველა ვართ სხვანაირ საქმეს ვაკეთებთ უკვე რა და მაგას ყოველთვის ახასიათებს ხოლმე რაღაც ოჯახური სიტუაცია. ეხა ჩვენ უკვე სხვანაირად შეთანხმებულები ვართ და ჩვენთვის საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იქ ერთმანეთისთვის იმის თქმა, რომ მე ეხლა აქ დრო მჭირდება და შენ მოდი რაღაც ეგ უკვე აღარ არის ჩვენში მნიშვნელოვანი, მაგრამ ისევ და ისევ ეს მაგალითები იმიტომ მოვიყვანე, რომ როდესაც მაღალი პროფესიულობით გამოირჩევა ადამიანები და პასუხისგებლობით, იმ ადამიანებს ესეც ზედმეტი მარწუხები და კონტროლი არ ჭირდება. არც ერთი რომ არ ჭირდება და მეორე ვერც იქნებიან პროდუქტიულები და საქმეს გააჩნია. ხო, აი რეკლამა, კრეატიული მიმართულება რაც არის, იქ თავისთავად ხა. გაყიდვები, სადაც არის და ბიზნეს სტრატეგია, მან ცოტა სხვანაირად მუშაობს რა თქმა უნდა. გაყიდვებიც თუ კი შენ მართლა კარგი გუნდი ყავს გაყიდვების, რომელიც მოტივირებულია და მიზანდასახულია, რომ შეასრულოს და გაყიდოს ბევრი, ხო, იმას თავისი თვითსტიმული იმხელა უნდა ქონდეს. ნუ თუ გარემოებები უწყობს ხელს და კომპანია უწყობს ხელს, ცხადია, ხო, იმიტომ რომ თუ ის მოტივირებულია, წესით მას ეს აი აქიდან აქამდე უნდა იჯდე და აი ეს უნდა გააკეთო არ ჭირდება. იმიტომ რომ თან ჩვეულებრივად შეგიძლია იჯდე და იყოს ანთებული იმ საქმით და ისეთი ჟინით უნდა ყიდდეს, რომ აი აქ ბეჯი დავარტყი, ხა თუ რაღაცა დავაფიქსირო, რომ მოვედი და 6-ზე წავედი, აი მაგას ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება რომ იჯდეს იმ კონკრეტულ დროის განმავლობაში, მაგრამ რას აკეთებ? თუ ამით იზომება, მაგრამ ნუ ამითაც იზომება ალბათ და ბევრი კომპანია მაგაში ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს, მაგრამ მეორე მხრივ, რაც უფრო იზრდება მასშტაბები კომპანიის და თანამშრომელთა რაოდენობები და ძალიან დიდი როცა ხდება, მაგ კონტროლის გარეშე არ მან სტრუქტურა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამიტომ ვთქვი ესეთ პატარა გუნდებს, როგორც შენი კომპანია და მცირე რაოდენობის თანამშრომლები ყავს, იქ ყოველთვის არის ოჯახური გარემო და სიტუაცია. და სხვანდობა და სხვა მობილიზება არის ძალისხმევის და ეხლა როდესაც 500 თანამშრომელია, იქ ამ სტანდარტების გარეშე ძალიან ძნელია. სტრუქტურა არის ნომერ პირველი კი. ნანა, აქვე პატარა საჩუქარი მაქვს შენთვის, თვითფლობის წარმოდგენი არის მაიზერ ზაქარაშვილის სახელობის კერამიკული თიხის საამქრო MC კერამიკა, რომელიც ყველა ჩემს სტუმარს გადასცემს თვითფლობის ასეთ ბრენდირებულ თიხის ხელნაკეთ და გულნაკეთ ჭიქას. აი მე ჩვენ ახალ ოფისში გადავდივართ და აი ამ ახალ ოფისში ეს სიხარულით წავაბრძანებ და ესეთ ტაროზე მივუჩენ ადგილს. ამიტომ არავის არ დავალებინებ არაფერს, ეს უნდა იყოს ესე ლამაზ, პერიოდულად ლამაზ იმებს. განმათავსებ, ძალიან დიდი მადლობა. მომწონს ძალიან. მადლობა შენ სტუმრობისთვის. ნანა, ბოლო თემასაც გადავიდეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან განსაკუთრებული და საინტერესო თემებია. მით უმეტეს დამწყები ბიზნესისთვის, წარუმატებლობის შიში და უარების მართვა. იმიტომ რომ, როდესაც ხარ ადრეულ ეტაპზე ბიზნესის მართვის, თუ იწყებ ბიზნესს, ეს არის პირველი ეტაპები, რომელიც შეიძლება იქცეს შენ დაბრკოლებად და ვეღარ წახვიდე წინ. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? ბოლო კვლევებით მოკლედ აღმოჩნდა, რომ შიშებს შორის, ნუ ერთ-ერთი მიზეზი, რითაც შეიძლება ანტრეპრენერი, მეწარმე შევიდეს კრიზისში მაგალითად ან გაუჭირდეს დაძლევა, ორი მთავარი ამბავი არის მანდ. ერთი არის წარუმატებლობის შიში და სტრესი და უარების არასწორი მართვა რა. ეხლა წარუმატებლობის შიშად შეეხება ეს თანსდევს ოღონდ ბიზნეს ყველა ეტაპზე. არ აქვს მნიშვნელობა რა ეტაპზეა. საწყის ეტაპზეა განვითარების თუ გზადაგზა როცა იზრდება რა. იმიტომ რომ ეს წარუმატებლობის შიში ყველა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის, ყველა მნიშვნელოვანი ეტაპზე ძალიან მძაფრად დგება. ეხლა მაგალითად ამერიკაში ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკაა, რომ ზრდის ეტაპზე მაგალითად კომპანიების 70% ქრება.
ვერ იზრდება, ხო? ანუ ზრდა არ არის ძალიან მარტივი ამბავი, ხო? ძალიან რთული ამბავია. ამიტომაც მოკლედ ზრდის ეტაპზეა თუ საწყის ეტაპზეა ეს წარუმატებლობის შიში არის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელიც და როგორ მამოტივირებელიც კი. და მან ერთი საინტერესო ტექნიკასა მივაგენი, რომელ წიგნში ამოვიკითხე სამწუხაროდ არ მახსოვს, იმიტომ რომ თავის დროზე რომ ამოვიკითხე ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი და ეხლა არ მიყვარს ხოლმე როცა არ ვასახელებ წყაროს, მაგრამ არ მახსოვს. იყო ესეთი, რომ თუ კი შენს გონებაში წარმოიდგენ წარუმატებლობის იმ კონდიციას, რაშიც შეიძლება აღმოჩნდე თუ ეს საქმე არ გამოგივიდა და თვალნათლივ დაინახავ იმ ვარდნას, იმ რაღაცა უფსკრულს, იმ რაღაცა უკიდურეს მდგომარეობას, ორი ვარიანტია, ან დაგაფრთხობს და შეგაშინებს, ან მეორეა ყველაფერს გააკეთებ, იმისთვის რომ იქ არ აღმოჩნდეს და მეორე როგორც კი ამას წარმოიდგენ, შენი ტვინი ქვეცნობიერიც კი და ცნობიერიც იწყებს ალტერნატივების ძიებას. ეს ძალიან კარგი ტექნიკა არის. ძალიან მაგარი ტექნიკა. რომელიც ფსიქოემოციურ ტექნიკებსაც უწევს. მე რომ რაღაცა კორპორატიული სამყაროდან წამოვედი და ვთქვი რომ ეხლა ჩემი კომპანია უნდა დავიწყოთ, როცა შენ გაქვს რაღაცა დიდი გამოცდილება, დიდ კომპანიაში ხარ, რაღაცა ამ ძალიან დიდი ოდენობის ხალხის ხელმძღვანელი ხარ, შემოსავლებითაც სხვაგან ხარ და მე უცებ სტარტაპს იწყებ, ხო? ან ბიზნეს აკონსულტაციო კომპანიას რაღაცა შენს თანამოაზრეებთან ერთად და 2-3 ადამიანთან ერთად, ძალიან ძნელია რომ იმხელა მასშტაბიდან უცებ სტარტაპის დაწყება და თახოთი ძალიან ბევრი ხალხი შემოყურებს რომ აბა რა გამოგივა. ეს ძალიან კარგად მახსოვს. მოლოდინები. ეს განცდა რომ ეხლა რაღაცა იქ ქმნიდი ამინც და იყავი წარმატებული და უცებ რაღაცა ახალი რომ უნდა დაიწყო და ზუსტად ეს ტექნიკა გამოვიყენე. აი რომ წარმოვიდგინე რომ თქვა სოლუშენერმა არ გაამართლა. ღმერთს მადლობა მე-4 წელია ძალიან კარგად და წარმატებით მივდივარ წინ, მაგრამ თქვა ანუ არ გაამართლა ვერანაირი კონტრაქტები ვერ ავიღეთ, ის ხედვები რაც ჩვენ გვაქვს, ამაზე მოთხოვნა არ იყოს, იმ პროდუქტზე რასაც ჩვენ თავაზობთ, ხო, სტრატეგიები, ტრენინგები, რა მილიონი თემა გვაქვს, აუთსორსზე გაყიდვები და ასე შემდეგ, ხო, ეს მიმართულებები თქვა არ იყო, მაგრამ არ იყო მოთხოვნადი და ვერ გავაჩინეთ, მოკლედ, საქმე. ვფიქრობდი, რომ მოკლედ რამოდენიმე თვე რაუდკასტი რომ ვცადო, მე მაგ რაღაცა ფინანსური დროებითი შესაძლებლობები, მაგრამ ბოლო-ბოლო თუ არ გამომივიდა ჩემი საქმის აწყობა, წავალ დაუბრუნდები ისევ ამ კორპორატიულ სამყაროში და ისევ ვიქნები, თქვა, დაქირავებული რაღაცის ხელმძღვანელი, ან კომერციული გუნდის, ან კომპანიის, ან ასე შემდეგ. რა და როგორც კი გავიაზრე, რომ ეს სად აღმოჩნდებოდი, ხა დრამატიზებას არ ვაკეთებ, არ მინდა ხა რა წარმოვიდგინე, ეს ჩემი უფსკრულები რაც წარმოვიდგინე. მაგალითად მოყავს. ხო, უბრალოდ მაგალითად მომყავს, ხო, რაც წარმოვიდგინე, ყველა გავიაზრე აბსოლუტურად, რა, იმიტომ რომ მე პატარა ბავშვი მყავს, ძალიან დამოკიდებულია ჩემი შემოსავალი მის კეთილდღეობას და ასე შემდეგ და ყველა ეს სცენარო წარმოვიდგინე. ალტერნატივებიც ჩემატვირმა დაალაგა, რომ თუ ეს არ გამომდის, რას ვაკეთებ სხვა შემთხვევაში და მას მერე უკან არ მომიხედავს. და აი სულ წინ და სულ გვაქვს გუნდთან ერთად ხედვა სად მივდივართ, მაგრამ ძალიან ადვილი არ არის. ადვილი ნამდვილად არ არის, არაფრის დაწყება არ არის ადვილი და არაფრის კეთება არ არის ადვილი, მაგრამ ნუ წარუმატებლობის შიშის დაძლევა მხოლოდ გამბედაობით შეიძლება და ნაბიჯის გადადგმით და აი ამ ქალი მეწარმეები ვახსენე ბევრჯერ, მაგრამ ამ ქალი მეწარმეებსაც ვეუბნები, რომ ანუ მხოლოდ შიშებს რომ სდიონ ან უყურონ, მაშინ არაფერი არ უნდა დაიწყო და არ უნდა გააკეთო და ამიტომ ეს გამბედაობაც გჭირდება და ამ შიშების დაძლევა და მეორე უარებისთვის მზაობა. ეს უარი იგულისხმება როგორც B2B-ში პარტნიორი, პოტენციური პარტნიორების მხრიდან, ისე მომხმარებლის მხრიდან, ისე რომ ვერ გააჩინო მოთხოვნა, მოკლედ ამ უარების მართვა არის ცალკე ფილოსოფია საერთოდ, რომ ამისთვის მზაობა უნდა იყოს. როგორ მახსოვს 2-3 წლის წინ საქართველოს ბანკში მქონდა ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი ამ გაყიდვების მიმართულებით და აი ამ უარებზე ვლაპარაკობ რა მოკლედ ახლა და ერთმა ქალმა აიწია ხელი რაცო მეო ღამეები ვათერე და ტირილში გავატარე რომ უარებს რომ ვისმენდი რაღაცას რა პროდუქციას ქმნის და მე მთელი გულით ვთავაზობდიო პოტენციურ პარტნიორებს და უარებს რომ ვიღებდიო ისე პირადად ვიღებდიო აი ეგ არის თავად პიროვნულად ნეტო ჩემს არავის არასდროს არ აუხსნიო მე რო გზადაგზაო კი ვისწავლეო რომ მაინც უნდა გავაგრძელო ჩემი საქმე და არ შევეგუო და არ შევეპუო მაგრამ ემოციურადო მოკლედ ძალიან დიდი ის დამჭირდაო და აი ესეთ მაგალითებს ვაგრობ ძალიან ბევრი მაგ ეგეთ მაგალითი ერთი გოგო იყო ერთად სადაზღვევაში მუშაობდა რომელიც მითხრა რომ იმდენად თავის მიმართ გაუჩნდა უარებს რომ იღებდა ხო პიროვნულად იღებდა და სთავაზობდა სადაზღვევო პროდუქტებს რომ
თავის მიმართ გაუჩნდა, რომ მე არ ვარ საკმარისად კარგი და მე ვერ ვყიდი და მე არ გამომდის და მე ხო და რა თქმა უნდა საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნები უნდა ვიყოთ, მაგრამ თუ კი მზაობა გვაქვს, რომ უარები არის ამ საქმის შემადგენელი ნაწილი და უნდა ვიყო მედგრად, სხვანაირად გადაგალახებ, თორე ადვილი არავის არ დღემდე მე რომ რაღაცა შეთავაზებაზე უარს ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამოცდილი ვარ და მიღწევა ამ უარის მაქვს, მეც რა მარტივი არ არის. მარტივი რა თქმა უნდა არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ემოციაც არ გაგიჩნდეს. რა თქმა უნდა. პირიქით ბუნებრივია, რომ ემოცია უნდა გაგიჩნდეს, მაგრამ მიიღო ეს ემოცია და მართვა. გარდა ჩვენი ემოციური მდგრადობისა და სწორი გადახარშვისა და სწორად ამ ყველაფრის აღქმისა, ასევე იმ ადამიანს, ვინც გვეუბნება უარს, იმასთან რომ არ დავწვათ ხიდები. ვიყოთ მაქსიმალურად ღიები და მიმღებლობა გქონდეს ამ უარს, იმიტომ რომ ჩვენ ხო რაღაცა ფიცხიერი ვართ, ხო ვთქვით, ემოციური და შეიძლება ამ უარს ვთქვათ, რომ აღარ მინდა ამასთან არანაირი ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში. ასე ვერ განვითარდება შენი ბიზნესი მინიმუმ, ბიზნესიც არა, შენი ნეტვორკინგი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ურთიერთობები, იმიტომ რომ შენც ამ აზრის გამზიარებელი ხარ, რომ საბოლოოდ ყველაფერი დადის ურთიერთობებზე და ეს არის შეგვიჯამა თავისი 80 წლიანი მოღვაწეობა და და მივიდა იმ ჭეშმარიტებამდე, რომ კი, საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის ურთიერთობამდე. მართლა ესეა რა, არ აქვს ბიზნესშიც, მარკეტინგშიც, გაყიდვებშიც, ტექნოლოგიებში, ყველაფერი დადის ადამიანურ ურთიერთობებზე და თუ ამ ურთიერთობებს არ გაუფრთხილდებით ყველა დონეზე, არ აქვს მნიშვნელობა რა ეტაპზეა განვითარების ბიზნესი, აქ არის თუ რა ვიცი, ეგ Procter & Gamble რომელსაც რაღაცა შთამბეჭდავი ის ქონდა ჩემზე მაგ მოგზაურობას მათ სათაოფიში ხო არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ და ბიზნესი სად არის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები და ასევე მე ვამბობ რომ ადამიანები რომლებიც თავის კოლეგებთან ოჯახის წევრებთან და სამეგობროსთან თუ არ არის კარგ ურთიერთობაში ის სხვაში ვერაფერში ვერ იქნება კარგი რა ვიცი მე ამისი ძალიან ჯერა ნამდვილად და აი უარების მართვა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია ნანა ბიზნესთან დაკავშირებით და რამდენადაც ჩემი სივრცის მთავარი მიმართულება არის ბიზნესი და ბიზნესში გამოკვეთილი არის უარების მართვა, ახლაც ისაუბრე ზუსტად, რომ ეს არის ძალიან ხშირი სირთულე, რასაც ვაწყდებით. აქ უკვე გავდივართ პიროვნულ მზაობაზე, პიროვნულ მახასიათებლებზე, სადაც დიდი ალბათობით უკვე ფსიქოლოგიური მექანიზმები ერთვება, იმიტომ რომ აქ უბრალოდ ვერ ვიტყვით, რომ არ უნდა იყო კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ აქ მუშაობს მთელი ფსიქოლოგიური მექანიზმები, რისი თქმა მინდოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემს სივრცეს დაემატოს პირველად ვაცხადებ ახლა შენთან ერთად ფსიქოლოგის რუბრიკა უშუალოდ ბიზნესთან დაკავშირებული, აი ამ ჩემი მიმართულებასთან დაკავშირებული თემებით, 8 კონკრეტული თემით, აი რომლის ერთ-ერთი ქვეთემა იქნება ზუსტად უარების მართვა. მე ვიცი ვისთანაც დაპირებ და ამიტომ ძალიან ველოდები. და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ღირებულება მაყურებლისთვის, რომ მარტო ბიზნეს ჭრილში კი არ ვილაპარაკოთ, არამედ ბიზნესის უკან რა მექანიზმებიც არის, ოღონდ პიროვნულ პროფესიულ ზრდასთან და განვითარებასთან დაკავშირებული, რასაც ჩვენი ფსიქოლოგიური მზაობა სჭირდება, ვფიქრობ, რომ ამ ხრივ ძალიან სჭირდება განვითარება ჩემ სივრცესაც და ძალიან კარგი ადამიანი და პროფესიონალი ვახტანგ ჯაფარიძე ისაუბრებს ამ თემებზე და ძალიან მიხარია, რომ ეს რუბრიკა დაემატება ამ სივრცეს. გილოცავთ, იმიტომ რომ მე იცი ჩემი დამოკიდებულება ვახოს მიმართ ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს გაგიზიარებს, დარწმუნებული ვარ და მაყურებლისთვისაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ის როგორ ჭრილშიც დაგვანახებს ბიზნესში, აი ამ ფსიქოლოგიური მდგრადობის და ემოციური ინტელექტის საჭიროებას, ესე კიდე ბევრი ვერ შეძლებს და ამიტომ კი და ეს იქნება ძალიან კომპლექსური და ჰოლისტური მე ვფიქრობ, იმიტომ რომ არ გამოვა მხოლოდ ისე რომ ბიზნესზე ვსაუბრობთ შედეგებით, რიცხვებით და ქმედებებით, რა უნდა გაკეთდეს ან რა არ უნდა გაკეთდეს, არამედ აი მეტად სიღრმეებში ჩავდივართ და განვიხილავთ რა ფსიქოლოგიური მექანიზმები დგას ამის უკან და ეს ყველაფერი ერთმანეთს, რა თქმა უნდა, შეავსებს.
კი, და რეალურად ღევანდელ აჩქარებულ ტემპში და ტექნოლოგიურ წინსვლაში და ყველაფერი რომ ძალიან სწრაფად და ჩქარა მიმდინარეობს, ეს ემოციური ინტელექტის და მდგრადობას და ფსიქოლოგიური მზაობა კიდე ათმაგად უფრო ნომერ პირველი ხდება. ნამდვილად ხდება და ახალ თაობაში განსაკუთრებით ეს იქნება სანამ ის ახალი თაობა ბიზნესამდე მივახო, საერთოდ ძალიან დიდი დატვირთვა ექნება ამ იმას და ამიტომ მიხარია და გილოცავ და წარმატებები. მადლობა ნანა და მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის და Solutioners ვუსურვებ ზრდას. დიდი მადლობა. რიცხობრივად, პროფესიულად, განვითარებას, წინსვლას და იმას, რომ შენი ღირებულებები რაც არის პიროვნული და რაც შენს კომპანიაში არის გადასული, მუდმივად იყოს შენარჩუნებული და განვითარებული. ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს, რომ თავარი რაც მე მინდა ჩემი გუნდისთვის და ჩემი კომპანიისთვის სულ განვითარება და სულ რო ფეხი აუწყოთ ყველაფერს რაც ხდება და არ ჩამორჩეთ და ღირებულებების ნაწილში არასდროს არ დაგვეკარგოს სწორი ფოკუსი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა შენც.